მოდი დავიწყოთ იმ ჰერაკლით, რომელიც ალბათ ყველას გვინახავს ფილმებსა თუ მულტფილმებში. იცით, კეთილშობილი, უძლეველი, გმირი, რომელიც ყოველთვის ხალხის მხარესაა. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ეს სურათი სიმართლესთან არც ისე ახლოსაა? რომ ნამდვილი მითოლოგიური ჰერაკლემ გაცილებით უფრო ბნელი და, მოდი ვთქვათ, პრობლემური ფიგურა იყო. სწორედ ამ გარჩევაში ჩაუღრმავდებით ძველი საბერძნეთის ყველაზე ცნობილი გმირის ნამდვილ შეულამაზებელ ისტორიას. კარგი, აბა, ჩაუღრმავდეთ. და აი ეკრანზეც ხედავთ, რა საოცარ კონტრასტთან გვაქვს საქმე. ერთ მხარეს გვაქვს ლეგენდა, რომელზეც ბევრი ჩვენგანი გაიზარდა. მამაცი, კეთილშობილი ხალხის მხსნელი. მეორე მხარეს კი მითოლოგიური რეალობა. აგრესიული, ალკოჰოლისადმი მიდრეკილი და, რაც ყველაზე შოკის მომგვრელია, საკუთარი ოჯახის მკვლელი. ეს არ არის უბრალოდ რაღაც დეტალები. ეს ფუნდამენტალურად ცვლის იმას, თუ ვინ იყო სინამდვილეში ჰერაკლე ძველი ბერძნების წარმოდგენაში. და აი აქ ისმება მთავარი კითხვა. როგორ მოხდა, რომ ეს მოძალადე, ფსიქოლოგიურად აშკარად არასტაბილური ადამიანი იქცა ძველი საბერძნეთის უდიდეს გმირად? მოდით ვცადოთ ამ საოცარი პარადოქსის ამოხსნა. რატომ აღმერთებდნენ ბერძნები ასეთ ღრმად პრობლემურ პერსონაჟს? მოდი დავიწყოთ თავიდან, სულ თავიდან. სანამ გმირობებს მივადგებით, მოდით მის, ასე თქვათ, ბნელ წარსულს გადავხედოთ. გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ საქმე რთულად იყო, თავიდანვე ჩანდა. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი პირველი მისი საქმენი საგმირონი საკუთარი მუსიკის მასწავლებლის მკვლელობა. და რის გამო? მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებელმა გააკრიტიკა, უნიჭო ხარო. ეს ეპიზოდი ნაცვლად გვაჩვენებს მის უკონტროლო ბრას და იმას, რომ კრიტიკა საერთოდ ვერ იტანდა. და ამას ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მოჰყვა ფატალური შედეგი. მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემდეგ მოხდა. სიგიჟის შეტევისას, რომელიც მითების თანახმად ქალღმერთმა ჰერამ მოუვლინა, ჰერაკლემ საკუთარი ცოლი, მეგარა და მათი შვილები ამოხოცა. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ურჩხულები ეგონა. წარმოგიდგენიათ, სამი უახლოესი, უსაყვარლესი ადამიანი, საკუთარი ხელით მოკლული. და აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ხშირად გვავიწყდება. მისი ცნობილი 12 გმირობა სინამდვილეში სულაც არ იყო გმირული მისია. ეს იყო სასჯელი. 12 წლიანი, სასამართლოს მიერ დანიშნული საზოგადოებრივი სამუშაო, რომლითაც მან ოჯახის მკვლელობა უნდა გამოესყიდა. და ეს სასჯელი დააკისრა კაცმა, რომელმაც მას თახტი წაართვა, მეფე ევრისთევსმა. კარგი, ახლა გადავიდეთ თავად ამ გმირობებზე. ვნახოთ, როგორ ართმევდა თავს ჰერაკლე ამ ამოცანებს და რატომ ვამბობთ, რომ მისი მეთოდები უფრო უხეშ ძალასა და ქაოსის გამოწვევას ეფუძნებოდა, ვიდრე რაიმე გმირულ სტრატეგიას. და აქ უკვე რაღაც კანონზომიერება ჩანს, ხო? აი მაგალითად. ნემეის ლომთან ბრძოლისას ჯერ ისრები ესროლა, რამაც რა თქმა უნდა არ გაჭრა და მერე უბრალოდ უხეში ძალით დააღჩო. ლერნეის ჰიდრასთან კი თავიდან ისე მოიქცა, რომ პრობლემა უარესად გაართულა, სანამ მისმა ძმის შვილმა არ უშველა და არ უკარნახა სწორი გამოსავალი. ერიმანთოსის ტახტზე ნადირობისას კი საერთოდ გზად დათრა, კენტავრებთან ჩხუბი ატეხა და მთელი სოფელი ამოჟლიტა, მათ შორის თავისი მეგობრებიც. ხედავთ, მისი სტილი არა გონიერება, არამედ ძალადობა და კოლოსალური ზიანის მიყენებაა. და თითქოს ეს ყველაფერი არ კმაროდა, მისი სასჯელიც კი ბიუროკრატიულ წესებს დაექვემდებარა. ევრისთევსმა 10-დან 2 გმირობა უბრალოდ არ ჩაუთვალა. ერთი იმიტომ, რომ დახმარება მიიღო, მეორე კი იმიტომ, რომ გასამჯელო მოითხოვა. წარმოგიდგენიათ, სასჯელსაც კი უწუნებდნენ, რის გამოც ბოლოს კიდევ 2 წელი დაუმატეს. ალბათ იფიქრებდით, რომ 12 წლიანი სასჯელის შემდეგ ცოტა დაწყნარდებოდა, ჭკუას ისწავლიდა, მაგრამ არა. როგორც კი სასჯელი მოიხადა, ჰერაკლემ ფაქტობრივად შურისძიების ტურნე დაიწყო მთელ საბერძნეთში, ყველას წინააღმდეგ, ვისთანაც რამე ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი. და კარგად დააკვირდით, როგორც ცვლის მისი პირადი წყენა და შურისძიება მთელი რეგიონის ისტორიას. ის თავს ესხმის ტროას და კლავს მეფე ლაომედონს, უბრალოდ იმიტომ, რომ მან დაპირება დაარღვია. თახტზე კი მის შვილს პრიამოს სვამს. შემდეგ სპარტაში მიდის, ხოცავს მმართველ ოჯახს და თახტზე აბრუნებს გადასახლებულ ტინდარეოს. ანუ ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე. ის არ მოქმედებდა რაღაც დიდი სტრატეგიით, არა, ეს უბრალოდ პირადი ანგარიშწორება იყო. მაგრამ ამ ქმედებებით, სრულიად შემთხვევით, მან ტახტებზე დასვა ელენესა და ჰექტორის მამები. ფაქტობრივად, ჰერაკლემ მოამზადა პოლიტიკური სცენა მომავალი ტროის ომის მთავარი მონაწილეებისთვის. და ეს ყველაფერი ისევ იმ მთავარ კითხვას გვიბრუნებს, რომელიც თავიდან დავსვით. თუ ასეთი მოძალადე, იმპულსური და შურისმაძიებელი ტიპი იყო, რატომ აღიქვამდნენ მას ძველი ბერძნები უდიდეს გმირად? და პასუხი, მეგობრებო, იმაშია, რომ ძველი ბერძნებისთვის გმირი სულ სხვა რამეს ნიშნავდა, ვიდრე ჩვენთვის დღეს.
მათთვის გმირის ძალა და გავლენა მის მორალზე ბევრად მაღლა იდგა. მისი ბრაზი აღიქმებოდა არა როგორც ნაკლი, არამედ როგორც ღვთაებრივი, სამყაროს გარდამქმნელი ძალა. ის იყო სარკე იმ სამყაროსი, სადაც თავად ღმერთებიც კი მოძალადეები და ქაოსურები იყვნენ. საბოლოო ჯამში ის იყო ძველი საბერძნეთის კულტურული და სოციალური ფენომენი, იდეალი, რომელიც ძალასა და შედეგს ნებისმიერ ფასად მორალზე მაღლა აყენებდა. ეს ციტატა ჩვენი წყაროდან ვფიქრობ იდეალურად აჯამებს ამ კონფლიქტს ანტიკულ და თანამედროვე ხედვებს შორის. ჰერაკლე, რა თქმა უნდა, შესანიშნავი იდეალი იყო ძველი ბერძენი კაცისთვის, ძლიერი, მამაცი და მიზანდასახული, მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ თანამედროვე ადამიანები? აგრესიულ, სულელ ავაზაკს, რომელიც გამუდმებით ეძებს პრობლემებს. ასე რომ თავარი ის კი არა, რატომ პატიობდნენ ბერძნები ამ ყველაფერს. თავარია გავიაზროთ, რომ ისინი ამას ნაკლად სულაც არ თვლიდნენ. პირიქით, ეს იყო მისი სიდიადის ნაწილი. მისი მრისხანება არ იყო ხარვეზი, ეს იყო მისი მთავარი მახასიათებელი, იმ ღვთაებრივი ქაოსური ძალის გამოვლინება, რომელმაც მას ჩვეულებრივ მოკვდავებზე მაღლა აყენებდა. და სწორედ ამიტომ რჩება ის ისტორიაში როგორც ყველა დროის პირველი და ალბათ ყველაზე გავლენიანი პრობლემური გმირი.